გასახურებლად ახლა გავაკეთოთ ასეთი რაღაც, მოდი. ასე დადე ხელი. ერთი ოღონ არ მომდეყო ხელის. ერთი მაგარი. ასე. დავაი, თელიზალ, დავაი. მიდი. ამი ეკვირილი, ასო. არა, პროსტა ვხურდები. მიდი. დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ. მოგესალმებით. მიხარია რომ დღეს აქ ვართ, მიხარია რომ დათოსთან ვართ სტუდიაში და მოგვეცა ამის შესაძლებლობა. დიდი ხანია გვინდა რომ YouTube სივრცეში ჩვენი ხმა ისმოდეს. და ნუ წლებია უკვე ეს ფიქრები და სურვილები არსებობს, უბრალოდ რაღაცა გადავინაცვლეთ სხვა თემებზე და ამ თემას ვეღარ დავადგით ესე რომ ვთქვა საშველი და მადლობა შენ, მადლობა დათუნას, მადლობა ბიჭებს, რომ აი უკვე ფაქტიურად მივედით იქამდე, რომ იწერება პირველი პოდკასტი და მადლობა იმ მაყურებელს კიდევ ვინც დღეს დაჯდება და თავიდან ბოლომდე მოგვისმენს და მოისმენს ცოტა ხანი ჩვენ აზრებს. შეწუხდება ჩვენი ზედმეტი ფიქრები. ხო, საჭირო იყო, იმიტომ რომ Westcast-ი ყველა არ ქვია რა. ქუთაისური პოდკასტი უნდა გამოვიდეს დასავლეთით West-ი ეგრე ნიშნავს და ყველა ვისაც რა ქვია ცოტა ვიდეო დაიკავა ხელში ყველა თბილისთან დაიწყო პოდკასტები ჩაწერა და მაგის დედას რატომაც არა ასე ქუთაისი და არა რატო არა კი დავიწყებთ ქუთაისთან მოდის მთელი კულტურა დიდი ამბავი YouTube-ის გადაცემები რო წამოვიდეს 2025 წელი არის უკვე გილოცავთ ყველას დამდეგს და უკვე დამდეგს და რა ვიცი ყველაფერს აუკეთესოს წარმატებებს და ჩვენც ასევე ახალი YouTube პოდკასტი აგერ მოვცხეთ მე და დათუნო და ბიჭებსაც მადლობა რომ გეხმარებიან გოჩიგურიდან. რა ვიცი რა შეუბერათ რა ესეთი თემები რაც უფრო მეტად არ იქნება სპორტი უფრო მეტად არა მაგრამ აუცილებელი სპორტი განუყოფელი ნაწილი იქნება ჩვენი გადაცემის და სპორტთან ერთად კიდე ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები რა. ბევრ თემა შევეხები. გულახდილა. რაც შეეხება YouTube-ზე წლების წინ ბოლო ვიდეო რომ ვნახე, ბოლო კი არა პირველი ვიდეო რაც მქონდა ატვირთული იყო სადღაც 14 თუ 15 წლის წინ რაღაცა კონკრეტული YouTube გადაცემა, მაშინ YouTube-ს ფაქტურად ესე ამ დონეზე არავინ არ უყურებდა, ამ დონეზე კი არა და ტელეფონიც არ იყო, მაშინ მე მგონი smartphone-ები ესე რომ პირდაპირ ხალხი შესულიყო და YouTube-ზე ეყურებია გადაცემები. მოკლედ, მიხარია პირველი გადაცემა, დავიწყებთ ახლა გადავალ სხვადასხვა თემებზე და პირველ რიგში ჩვენზე ვისაუბროთ და შენ ამბებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბევრი რამე გაქვს მოსაყოლი, რაც მაყურებელმა არ იცის, თუნდაც ჩვენი ისტორიები, თუნდაც შენი ამერიკის ისტორიები და საინტერესო იქნება მე მგონი მაყურებლისთვის ასევე ვეცდებით რომ რაღაცა ეს ქუთაისური წარ დავკარგოთ და მე ვფიქრობ რომ ზოგადად ქუთაისური იქნება მეგრული კილო იქნება თუ სხვა ნებისმიერი კილო იქნება ჩემთვის პირადად მაგალითად სასიამოვნოდ მოსასმენია და ვფიქრობ რომ ქუთაისელმა მანდამაინც არ უნდა ეცადოს რომ რაღაცა თბილისური კილოთი ისაუბროს, იმიტომ რომ მაინც ჩვენი რაღაცა კუთხური რაღაცები არ უნდა დავკარგოთ, ჩემი აზრით საინტერესოა, იმიტომ რომ ბევრმა თქვა რომ არ დაკარგოთო რაღაცა ის თქვენი ქუთაისური იუმორიო. რაც შეეხება მაყურებელს, შენ უამრავი აუდიტორია გყავს, ჩემი მეგობრებიც ძალიან ბევრი უყურებს და მინდა აგიხსნათ ახლა ამ ყველაფრის კონცეფცია რა არის რა. ჩვენ საუბარს აზრი არ აქვს, თუ თქვენ არ მოისმინეთ, თუ თქვენ არ შეაფასეთ, თუ თქვენ აზრი არ გამოთქვით, კომენტარი არ დაწერეთ, არ დააჭირეთ subscribe-ის ღილაკს. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ YouTube-ის ალგორითმა ფიზიკურად იმუშაოს და ჩვენ შევძლოთ ჩვენი ვიდეოების აუდიტორიამდე მიტანა. ეს იყო და ეს. მოდი დავიწყოთ ახლა დღევანდელი თემა ჩემო კოსტი. პირველ რიგში როგორ ახარ, რა შვები? რა ვიცი კარგად. ჯერჯერობით როგორც ვიცი, ვარჯიში ცოტა ხანი შეჩერებული გაქვს. არა, ვარჯიშობ, ცოტას უბრალოდ შეჯიბრის მომზადების პერიოდი არ მაქვს. სადღაც ალბათ გაზაფხულიდან დავიწყებ რა. გაზაფხულიდან დაიწყო. როდის რა, საიდან დაიწყო ვაფშე შენი მძიმე წონებთან შერკინება? პირველივე სპორტი იყო, ვთქვათ, რასაც მიადექი? არა, ეგ რაგბიში დავდიოდი ადრე და ბაგრატში თამაშობდი რა, ქუთაისის ბაგრატში. მე რაგბის არ მევასება ბიჭო, ეს გუნდური სპორტი, გაიგე? არა, მე ვიფიქრე უცებ რომ რაგბი. შენ ხარ ჯანზე, მაგრამ ემზადები, კაროჩე, ვიღაცამ გაასხა და წააგე და
გამოდიხარ წაგებული რა. არა, მივხვდი სხვა მიზეზი რო გექნებოდა, ახლა ფიზიკურად სიმცირის გამო რო რაგბიში არ დაიძუნებდნენ გასაგები იქნებოდა, ხო? არა. ნუ კარგად თამაშობდი ნორმალურად, მაგრამ გუნდურს ვერ ვამოღამე. რომელ დაახლოებით რამდენი წლიდან დაიწყე სტრონგმენში ვარჯიში? სტრონგმენში გამოვედი პირველად ვიყავი 20-ის. ხო, 20-ის გამოვედი პირველად სტრონგმენში. ქუთაისში ორმაისობას ჩატარდა მაგარი შეჯიბრი საერთაშორისო, короче, უცხოელები ჩამოიყვანე ასე. ლიტვა, ლატვია, ესტონეთი იყო როგორც მახსოვს, თბილისიდან ბიჭები და რა ვიცი მე ძალიან მაგარი სასტავი შეიკრიბა და მე ახალი ჭკინტი ბიჭი, короче, კეპი მეხურა თავზე და არის კადრების. კი, არის მაგ და ჭკინტი ბიჭი კეპით რაღაცეებით მივედი იქ ხოაზე ხარ და მოვიგე ბიჭო პირველი ასე არ ველოდებოდი ბრახტა გამივარდა ეგრევე პირველ ერთი მოძრაობა ორი მესამ ყველაფერი მოვიგე 10 რამდენი კილო იყო დაახლოებით მაშინ რაზეც გიწევდა პირველ ბიჭო 350 კილო იყო უღელი და ასე ანუ არ იყო რა ძალიან დაბალი დონე და ისეთი რაღაცა ნუ საშუალო წონები თან მეტუმეტეს ახლა მაშინ რამდენი წელს უკვე გამოვიდა 13-14 წელს უკანდელი შეჯიბრზე რას ამბობს და მოვიგე. აი მე უკვე დავიწყე რა ნენელა მოყვარულებით და ასე ნენელა შეუდეხით რა. რა მაინტერესებს პირველი პრიზი რა იყო მაგ შეჯიბრზე რაც სტრონგმენში აიღე ვაფშე. ორმაისობას მაჩუქეს მაგარი პრიზი. რა? DVD. DVD პლეიერი მაჩუქეს. ვითომ კასეტებს უყურებ. ისე შენ ანაერი უმადური კაცი ხარ. ორმაისობას 15 წლის წინ გაჩუქენ DVD პლეიერი და არა ხარ კმაყოფილი და დღეს აგერ ყვარაცხელიებს და ვიღაცებს ნარჩუქნიან და ხალხი კმაყოფილია და შენ DVD პლეიერი იქნებოდა რაღაცა ფანტასტიკი. დისკი არ გქონდა რაჭამე თუ შენია. დისკებს ვერ შეულობდი თქო. შეულობდი დისკებს ვანდამის დვაინოი უდარი ხონდა ახლა ნაყურები და ამექნა აბა კაროჩე. ამერიკაში როდის მოგიწია? პირველად აი საქართველოს შეჯიბრების მერე პირველი უცხო ქვეყანა რა იყო? ის იყო რა ქვია ჰოლანდიაში წავედი. მანამდე იყო რაღაცეები, მაგრამ ნუ დასამახსოვრებელი ჰოლანდიის გრან-პრი იმ წელს წავედი და მე მეორე წელსაც და ორივე საპრიზო ავიღო, მეორე და მესამე და მაშინ ამოვწე პირველად 310 იმ წელს და მეორე წელს 330 ანუ ყოველ წელს მატება იყო იმეში რა წონეს. короче რა ეგეთი რაღაცა უკრაინაშიც ვიყავი ლატვიაშიც მახსოვს პირველი ლატვიის შეჯიბრიც მაგრა გამიჭირდა დამამხვეს ამერიკაში ამ ევროპული ქვეყნების მერე მოგიწია ამერიკაში ჩასვლა. აი როცა არნოლდები მოვიგე მაშინ ესპანეთში არნოლდ კლასიკი ეს არის არნოლდის არნოლდ შვარცენეგერის ესე ტურნირი ტარდება ეგეთი არნოლდ კლასიკი და იღებს სადღაც 30 სპორტის სახეობა მონაწილეობას არა ოლიმპიური სახეობები მოკლედ ჩვენი ოლიმპიადა ეგ არა თითქოს ხო გასაგები ხო და იქ არის სტრონგმენი ბოდიბილდინგი წამყვანი სპორტები რა და 2013-ში 2014-ში მოვიღე არნოლდ კლასიკი ევროპა მე წავედი სოფლიო ტარდებოდა არნოლდ კლასიკი ოჰაიო რა ეგრეთ რა ამერიკაში ყველაზე მე ახლა შენთან ერთად რაც ყოფილი ვარ საკმაოდ ისეთ ცნობილ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა უცხოეთში ვინც რაღაც ჩვენთვის ახლა ზოგი მართლა არნოლდ შვარცენეგერი და ვიღაცებთან უწევს ურთიერთობა და რამე სხვა გაიხსენებს საინტერესო ისტორიას რომელიმე ასეთ ცნობილ ადამიანთან თუნდაც ამერიკაში გადახდენებს აუ რამდენის გინდა ბევრია რა 15 წელია უკვე სპორტში ვარ და იმდენ დამიგროვდა აი ყველაზე ცნობილი ვინ გახსენებს აი შვარცთან ამახ რა კარგი ურთიერთობა შვარცთან არნისთან ეგი და არნი ბავშვობიდან ერთად არნისთან ბევრჯერ მოდიოდა ჩვენთან სულ მოდის და ეხლა დაბერდა ქუთაისში თუ ამერიკაში აი შეჯიბრზე კაროჩე ჯერ მოდის ბოდიბილდინგს არა ჯერ სტრონგმენი მერე ბოდიბილდინგი სტრონგმენს ესწრება იმენაზის და გვალეში ყოფს მაგრად მე რაღაცა ისტორიები და შეჯიბრის მერე კაროჩე დაპატიჟა ბიჭები აი იქ იმაზე რა სახში სიგარაზე და ვისკიზე ვა თავისი ვირი გაგვაცნო. ვირი ყავს. აი ვირი ყავს. წამიგინე ვირი ყავს, აში რო დეიყლოკინა მეთქე რაუბედრობა. ზოოპარკში ხვალ ხო და. ვირი რაღაცთო ხმაგარია როჟა და მეთქე კახეთი მიახ ვირებით. არნოლდთან ერთად ყველაზე მაგარი არის რა ქვია თუ გამეიცნობ რა ქვია. არნოლდის ვირს? არნოლდის ვირს რა ქვია.
სტაფილო უნდა მიმეცა რა, სტაფილო სტალონე? სტალონე, აუ, საღაციდან მახსოვდა. სტალონე. არნოლდის ვირი. პირველად რო გავიცანი შენ ამის ისტორია იცი? ანუ ჩვენმა ახლობელმა გაგამ გაგას მიესალმები მოვიკითხავ გაგუნა. ბარო გაგა. დამირეკა და მოდიო მაგარი კაცი უნდა გაგაცნო. მეთქი უნდა გამასო. მაგარი კაცი რო არ ვიცნობ კანტაის. რამდენიმე წლის წინ რა. ყველა მაგარ კაცი. ხო, მეგონა რომ ყველა მაგარ კაცს ვიცნობდი და თურმე ამ ყველა მაგარ კაცს არ ვიცნობდი რა და დამირეკა და მივედი, ვა, გაიჩიტა კოსტია რაღაცა და აგერო თქვენო. ხო, აგერო თქვენო, ძმაო, შენო აგერო შენი იდეებიო, აგერო სპორტიო, რამე ცნობადობა, ამბები კოსტიაო და რაღაცა საერთოშიო გააკეთეთ ხოლმეო და პროდუქტუნარია ნულები იქნებითო თუ როგორც არის რა და მართლა მის მე რაღაცა რელსები დავდეთ, სასაცილო ვიდეოები დავდეთ, რაღაცები და ასე თუ ისე ხალხს მოწონდა და საკმაოდ ისეთი ბევრი ნახვებიც ჰქონდა რა. მაგრამ თავარი იყო ამასთან შეგუება რა, იმიტომ რომ მეც ახლა სიმაღლეში პატარა არა ვარ, 186-მდე ვარ სიმაღლეში და უმწეოდ თუ ვიგზნობდი ვინმეს გვერდით თავს მართლა არ მეგონა რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხო გონია რომ ძლიერი მამაკაცი ხარ და ამას ეს გვერდზე რო დაგიდგება თან არ ახარ მიჩვეული ამხელა ადამიანი რო გიდგას გვერდით რაღაცნაირად თავიდან კომპლექსი გაქვს რა და იმისავე დავყვევოდი რა უშიშრად ბავშვივით რო ხარ ხო ეს რო არ იცაბები არაფერს ხო და მე ერთ დღეს მირეკავს და დათოიო დუბაის წამოვალო წამოვალო დუბაიში გერა იმისი გერა წამოვალ წახლა თქვი შენ და რა პრობლემაა თქო და მაგაზე მოაგვარა საბუთები წავედით დუბაიში დუბაიში რო ჩავედით კაკრას ეს კოვიდის პერიოდები იყო ძალიან ისეთი რთული სიტუაცია იყო და დაგვხვდა ამის უფროსი ესე იგი ამის უფროსი კი არა ამ დუბაიში თუ რამე სპორტული რაღაცები ტარდებოდა ყველაფერს ატარებს ეს ტიპი რა, ეს დონი არის, დაბალი, რაღაცა შავი ტიპი და მადაგასკარში რო ისა, თუ იცი რა ქვია, ცალთვალა იგი რო იჩითება, ასე კბილი როა, ხო იცი? წაკული ფოთლით რო იჩითება, ხო იცი? მეკობრე რო იჩითება, იგია ზუსტად იგია ცალთვალა რა და წარმოიდგინე ეს ტიპი ხო ამდენ საქმეს აგვარებს ფაქტურად დუბაიში მთელი სპორტი ამის ხელში ამროის და პახუდუკია ამასთან ერთად უყარს სხვადასხვა მათრობელა რაღაცების მიღება რა მაგალითად რაღაცა ჰალუცინოგენის სოკოების რომელსაც ტიპი გადახაშკუიდან რა და კოსტი ამ შენ მოყევი დანარჩენი ისტორიები უკვე ამანიცის ის რეებს აკეთებს ხოლმე უკვე ამ მდგომარეობაში როცა ღვინოები ჩამახვიჯო ფრანგია რა წარმოუშვებით იქ ცხოვრობს დუბაიში დროებითა და ადრესაც ქალაქებში და იქში და აკეთებს ახლა თავის საქმეს და 20 ლიტრა ღვინო ჩაუტანა. და წარმოიდგინე დაასხა, დააკრა ერთი კაი დიდი ჭიხა ბაკალი, ჩამოვარდა კაროჩე ხვევით, გააკეთა რაღაცეები, ამასე მიყოვა. მე ესევე კაროჩე რო შევხედე რომ გამოდიოდიო, ხო აზე ხარ, გავარდებოდიო, კახური ღვინო წავუხებიო რაღაცა ხაწითელი თუ რაღაცა გამატარეს და რაღაც მაგარი ღვინო. 20 ლიტრა როგორ წათვითონ დაიდა? პიდა ბალონის აბა რა, პიდა ბარში ტიპი ერთი კვირა არ გამოჩენილა, და ღვინოჩები და გიღამ შეიშალა შეჯიფრი. ხო და კაროჩე დავარტყამდიო, ჩამოვიდოდიო და დაცალა, ბიჭო გონია 3 ლიტრა დალია თუ რაღაცა და იმნაირ თვალი იყო ბოლოს, ბიჭო ხო? რო უნდა ეხსნა ესე რა ქვია, მოძრაობები და ვერ ახსნა ტიპა, ვერაფერი იმდენი ღვინო დალია. წამეიგე პახბელი და გამოდიოდა შედიოდა და ვიღაცას ახსნებია მე ლოთი მაგარი, მაგრამ მაგარი სერიოზული ვიღაცია. მახსოვს დუბაის ამბები, დუბაიში წინა დღეს რომ უნდა წასულიყო, მე ერთი თვით ადრე ხო ჩამთელობას ვფრთხილებოდი რომ მეთქი არ გავცივდი რაღაცა არ გავმაზო რაღაცა და ამას წინა დღეს 200 კილოიანი გირა დაეცა ფეხზე თითზე რა და თითი ხონდა ამხელა ფეხსაცმელი ვერ შეეცა დუბაიში წავე და ჩუსტებით აი მაგ კადრებსაც მართლა ამის თითი ცალკე გაატარეთ თვითონში იმაში რენტგენში რამე არ ქონდა შიგნით ყველაზე მაგარა ვერ გადაქონდეს ამ თითითო ყველაზე მაგარა იყო ჩუსტებით ხო წამევედი ხო რაღაც თითი შეხოვდი ასე ჭავჭავაძის ჩუსტებით იყო წამე ჩავფრინდით დუბაიში ჩავფრინდით და ჯერ კიდე მიუჩვეველი ვარ რა კოსტიასთან ახლა კოსტიასთან ერთად ერთ ოთახში ძილი კი არა გვერდზე რო დადის მეშინია ჩერთან ერთად რა
ხო და დავწექით ახლა პირველი საღამოა დაღლილი ვარ რაღაცა ვარ და ეს რაღაც 2 დღის მერე შენ რო იძახოდი არ დგებაო ფეხზე მოყევი პროსტა და მე მოვყვები მე რატო რაფერ შეიძლება ადამიანი დუბაიში ჩამევიდეს ნუ ჩემი ჩახვიდეთ სიმონ დუბაიში და 4 დღე ეძინა ვიღე ანუ ღამეს ეძინა დღეს ეძინა თან აფერ ისე არა ეძილია და რომელ ვიტამინა ეძილია გეგე რომელ ვიტამინა ეძილია ჩემ დაზინავს მასე გეგე რომელ ვიტამინა თარტავი რო არ უჩას გეგე რომელ გეიგე რა ბენზინა გეგე ბიჭო არა და вообще სხვა სიტუაცია იყო ან თან არის იცი მე არ მივარ გაძილი და რო ამძინავს წესია სხვა სოძინავს ნერვებზე ვიშლებს დღეს შეხვარ ძინავ ღამე შეხვარ კაროჩე ძინავს არ მეძინა ბრატ ამან რო დაიძინა პირველი დაძინება იმნაირად ეძინა 4 ღამე მეშინოდა. Просто 4 ღამე მომინდა რომ შევგვებოდი რომ ჩემ გვერდით რამე დააქვს ან რაღაც პოლარულ იმას რაღაცა დიდ ცხოველს 500 კილოიას არ ეძინა. მეშინოდა თქვა მას მეუნები და არ ესმის. ამას ეგონა რომ მეძინა. თან თავზე გადაფარებული სამი დამძინავს ხოლმე ვერ სუნთქავ. თავზე მითომ მგონა დაფარებული რომ მეშინოდა. კიდე კაი 4 დღის მერე დამლაგებელი რო შემევიდა და სამანი რო გადამხადა. სოცხალად ვარ ორგებიგო. კიდე კაი შიში გადავლახე მაგ დროს. დამლაგებელი რო ძინავს მავა დათვის ბუნავში რო გეიღვიძო და დათვს რო ძინა და შენთან უკან აგერ რო გეცმოდეს ყურთანი გრა სუნთქვა. ვერ დასაძინებელია. დამლაგებელი ხო მაგარი დამლაგებელი მაგარი იყო და დამლაგებელმაც იმიტომ გადამხადა მე ისაბანი შენ რო ფეხზე ოპერაცია გეიკეთე და მოსისხლული რო დახვდა 4 დღის მერე იოთაღი იფიქრა იგი მოკლა ვეჭველი აკანო ვეჭველი მოკლა იგი აკანო 4 დღე მაინც ლოგინში არა და მიმდგარი აკა დასაჭრელად რომ დაჭრას და გადააგდოს და მაგიტომ კრა ხელი დამლაგებელმა ბიჭო თიცე ცოცხალი ხო ხარ თიცე ხო დამეცა ის შტანგა ხო და ჩხილი არაძრვა და წარმოიქმნა კაროჩე დიდი სისხლის ჩაქცევა და თიცე ქონდა ზემოდან ასე აფსის კი ნახე რამ ხელა იყო ხო და შეჯიბზე რო გავსულიყავი და ფეხსაცმელი ეცია გასკდებოდა ფეხსაცმელი თონა ჩამეცვა კაცო ვერ ყოფილი ფეხში ნე გასებული იყო თითი და მეთქი რა უქნა და მოდი ახლა შეჯიბზე უნდა გავიდი ესე სხვა გზა არაა და ვიღე კაროჩე ბრიტვა ხოდა ჩავყავე ბიჭო იმაში ვანაში რა სადაც მეთქი ახლა ვანაში ჩავყავე დოუსები კაროჩე და როდი ფეთქა ბიჭო ჯესისხლებმა ხო გაასხა მერე ჩხილი შიგნით დარჩა და ნემსი ევიღე და თხარე თითში ცებო ასე ტუმბავდი და ვასხამდი და ბიჭო რაღაცაზე დამიძახეს მერე შევიხვიე თითი მოვიწესრიგე ყველაფერი დამიძახეს და იგი დამავისდა მის მოწესრიგება და ეგ და წევენ და შევედა დამლაგებელი 4 დღე ლოგინში ნახულობდა და დამლაგებელი ფტარივით თავზე დაფარებულს მე რა შემევიდა და მოსისხლული ნახა შემევიდა და დავტამტელი სააბაზანო ამის მოსისხლული აკეთიკეთ ოთახში ბინდები და რაღაცები გეუბნები მე რა ღვიძლი რომ ეგეჭრა კაც ოთახი მეტად არ გეისისხლებოდა ვიდრე ამარ რო მოაქცია იკავრობა კაკიშ და იკაცი ვაღდები ედა ყველაზე მაგარა იყო კიდე ისე ამ ტურში ეგი რო წევიდა იყიდა ამ ბედუინების ეგი რა ქვია შეიხისი შეიხო თეთრი პირსახოცები რა ქვია მაგას პირსახოცუზა ტანის სამოს პირსახოცები იყიდა ბიჭო თეთრი ხო მე ვიდე თავზე წაკრული რაღაცეები ეგ ამას ეგონა ვერ ვიცნობდი ზურზაკით მევიდა კიდე პრიკოლი რა ხო ეს ზურზაკს რუაგდებენ და ხალხი რო გარბიან რაღაცა მაგნაირი მინდოდა მე მაგნაირის მოფიქრება უნდა და ვერ მეიფიქრა არ გამოვიდა იმიტომ რომ ვიცანი მაგრამ ბიჭო მე და ასე ზის და მე გადავღევიდაო და 600,000 ნახვა ხუნდა თუ რაღაცა ხო ასე ზის და ეს კაბასავეთ ხუაცია და რო დათო ყვერებეგი ჩასმა გეგე ვეუნები და ამან არავით ვერ შარვალი მასრიავას ბიჭო შორტი კი მეცვა მოხლებამდე ვარა იმნაირ დავდა დამაჯერებლად ვიდა იმნაირ დამაჯერებლად და ჩავხედეთ მართლა მომიჩას რამე თქო და საერთოდ ბიჭო ეგია რა ქვია ძალიან ისეთი თემა ლევანისთან ერთად ძალიან ბევრი ისტორია გექნება სავარაუდოდ სახალისო ისტორიების შენ და ლევანი რო ერთად მოძრაობთ ეგ არის ცალკე ფენომენი კიდე კამერა უნდა დაგყოვდეთ მე მგონი თქვენ კი ძალიან ბევრი მაგარი ისტორიები მაგარი რაღაცები რაც არ მოგვიყოლია
და არ ვიცი რა ლეო ამას ლეო ამასერიდება და ჩვენ გჭირდებით ძმაო ასე არა ლევანიცაც ველაპარაკე ხო და რომ უიცრის და იქნება ქუთაისისკენ შემოგვივლის ჩავწერთ მაგარ კარგ პოდკასტს ისეთ თემებს მინდა რომ შევეხო ლევანისთან რაც არ დასმულა არ გაჟღერებულა და არ სახუმაროთ და ისედაც სპორტის ხრივ და ცოტა ისეთ მხარეს სპორტის მხარეს გავაცნოთ მაყურებელსაც საინტერესო იქნება მაგარი რა არა ხო იცი ხო ხელს რო წევდა რას გრძნობ და ანა ეს პირობები რა ვიცი ესე ლევანი გამასნო კოსტიამ და ძალიან კაი ადამიანია კაი პიროვნებაა გასაპირებ ხა ბავშვებს როგორც ვიცი ამზადებ ბავშვებს რა ბავშვები არიან რა არის იცი დიდი ხანია ვიკაებდი თავს ძალიან ბევრი წელიანი რაღაცა აქეთ იქით რომ მომემზადებია რა ბავშვები რა ხალხი რა ვისაც თქვათ პროფესიული თქვათ სამჭიდი სტრონგმენი ან თუნდაც ისე რომ ჯანზე იყოს ან წონაში წონაში მატება ხო ასე ხარ ეს ისეთი თემა მე მაგ პრაქტიკულად გამოსწორე ყველაფერი პროფესიონალი ვარ უკვე 15 წელია და იმდენი გამოცდილება მაქვს მიღებული რა ვიცი შენ თან არა მარტო სუბუხ მაშინ კი არა სერიოზულ მძიმე კი და ძალიან ბევრი გამოცდილება დამიგროვდა გაზაფხულიდან მე უკვე ჩემს პირად კარიერას უკვე განვახორციელებ უკვე დავიწყებ მომზადებას მაგრამ უკვე დროა რომ ვიფიქრო მაგაზეც და ბიჭებიც მომზადო არა მარტო ბიჭები ვისაც ექნება სურვილი რომ დავეხმარო სპორტულ კარიერაში არა მარტო სპორტულ კარიერაში და რა ვიცი ეხლა მყავს სამი მოსწავლე ესე დავარქვე გიორგი ონიანი შოთა გოგობერიშვილი და გიორგი გოგოლიძე შოთა სოფლიო ჩემპიონი გახდა სტრონგმენის ძველ წესებში გიორგი კიდე საქართველოს პრიზიორი გახდა და არნოლდ კლასიკზე საუკეთესო ხუთეულში შევიდა იმ არნოლდ კლასიკზე სადაც მე მოვიგი ადრე და გიორგი გოგოლიძე კიდე დიდი ხანია უკვე სამჭიში მოღვაწეობს მაგრამ უკვე დაჭირდა ჩემი დახმარება და უკვე ჩავდექით რა ერთად ჩაუდექით ამ საქმეს და ანუ თუ არის ისეთი ხალხი ახალგაზრდები ვისაც უკვე გიორგისთან სერიოზული თემები გვაქვს სადაც გვინდა რომ სადღაც ალბათ 3 თვეში გვინდა რომ შეჯიბზე გავიდეთ და დავაგროვოთ ჯამში ტონა ანუ 1000 კილოგრამი რა ხო და რა ვიცი ვაპირებ კიდე თუ ვინმეს რა ვიცი გექნებათ სურვილი იმისი რომ თქვა სპორტულ კარიერაში არა მარტო სპორტულ კარიერაში просто ჯანზეც რო იყოთ და ისედაც შემიძლია ჩვეულებრივად ონლაინ მივიღო და ვავარჯიშო და ჩემი მიზანი ეხლა რომ ამ პოდკასტით ვისარგებლო და თქვა ის რომ 10 კაციან გუნდს ვქნი უკვე 3 კაცი მყავს დარჩა 7 კაცი და რა ვიცი დეტალებზე შეგიძლიათ მე უკვე პირადად მომწეროთ Facebook-ი იქნება თუ Instagram-ი იქნება არა აქვს მნიშვნელობა და მოდი რა ერთად ვივახციოთ სპორტში უფრო მეტ წარმატებას და რაც უფრო ბევრი ვიქნებით თვით უფრო კარგია და მინდა რომ ეს ჩემი ამდენწლიანი გამოცდილება ხო რაღაცა დაგროვდეს და ახლა ეს მინდა რომ მივცე აი ხალხს გავაცნო არა მარტო ისე რომ ვარჯიშებით არა ეს შეეხება უკვე ჭამას ვარჯიშებს ანალიზებს სტეროიდებს ვიტამინებს გზის გაკვლევას მაგ სპორტში რომ და გზის გაკვლევას არა მარტო სლოგბეში არამედ სამჭიში აი მე რო დავიწყე ეხ არაფერი არ იყო მარტო მე გავიყვლიე და ეხლა თუ რამეს ვაკეთებ უფრო და აღმოჩნდა ვინმე ისეთი წარმატებულები რომ დაჭირდა ჩემი დახმარება შემიძლია რომ ერთ დღეში მოვუღარო წასვლა და ეს ყველაფერი და ბევრს შეჭრას ასე რომ ვარჯიში ჭამა დიეტა ანალიზების ჩაბარება როგორ ჰორმონები სტეროიდები რომელზეც არავინ არ საუბრობს ეს მაგარი თემაა და მე მინდა რომ ცალკე ამ თემაზე ვილაპარაკოთ პროტეინები და ასე შემდეგ რა ვარჯიშის პროგრამები და აფშე ყველაფერი შემიძლია მოგამზადოთ 10 კაციან გუნდს ვქნი და რა ვიცი შემეხმიანეთ და ვიყოთ რა ერთად ხარივი ძლიერები ხო ვისაც გინდათ ფორმაში იყოთ ან ეს სპორტი აერჩიოთ ამ ადამიანზე მეტი კომპეტენტური არ ვიცი ახლა ვინმე თუ გეგულებათ და რაღაცის თქმა მინდოდა კიდე ხო დამატება მინდა იმის რომ ჭამასაც შეეხება და სწორ ჭამას ამას უყვარს ხბოს ხორცი ემაზე ვის არ უყვარს რა ქვია მაგას კეცზე
ხო და რესტორნები ახლა შემიძლია ის რესტორნები ის რესტორანი ვთქვა ქუთაისური რესტორანი სხვათა შორის რომელსაც მაგარი ხბო აქვს კეთზე რანაირი იმე როდნება პირში უდებით ისე გვიყვარს მაგრამ არ ვიტყვით შემდეგში შეიძლება ვთქვათ და რა მინდა კიდე რო ვთქვა რა ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები თუნდაც ქუთაისში და რაღაც ბევრი მიზეზის გამო და ჩვენი ცხოვრების სტილის გამო რაღაცებს ვერ ვაჟღერებთ და ვერ ვაძლევთ იმ ინფორმაციას იმ ხალხს ვისაც ეს ყველაფერი ჭირდება და მოკლედ მინდა რომ ვთქვა რა ჩვენ ქუთაისში ჩვენი სამეგობრო დათუნა გიორგისაც იცნობ შენ გიორგობიანს თვლით რომ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი რა თუნდაც იმ ხრივ რომ გვაქვს ამის ცოდნა რაღაცები ვაკეთოთ და თუნდაც ის რომ გვაქვს ფიზიკური შესაძლებლობა ეს ყველაფერი გავაკეთოთ მე მინდა რომ ყველამ ვინც გადაცემას უყურებს და ვთქვათ ქუთაისში აქვს კომპანია მე იმაზეც მქონდა საუბარი დათოსთან რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ქუთაისური სტარტაპ კომპანია დიდ კომპანიაზე არ მაქვს საუბარი იმიტომ რომ დიდმა კომპანიამ თვითონ უნდა გადაიხადოს თანხა თუ რეკლამის გაკეთება უნდა ნებისმიერი სტარტაპ პატარა კომპანია ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რაღაცნაირად ერთ რუბრიკაში დავპატიჟოთ და თუ ვინმეს იმაში ეპარება ან შეიძლება შეეპაროს ეთქვი რომ ჩვენ შეგვიძლია ყველანაირი სარეკლამო მომსახურება აბძიოთ მაღალ დონეზე და ვთქვათ ნებისმიერი კომპანიის პროდუქცია გავხადოთ ბევრად მეტად გაყიდვადი შეგვიძლია ეს ექსპერიმენტი ჩავატაროთ რომელიმე ქუთაისური პატარა კომპანია ვთქვათ რომელიც თავის ხელით აკეთებს ან სუენირებს ან რამეს ავიყვანოთ და ერთი კვირის მანძილზე ორ გადაცემაში უკვე თვითონ ვასაუბროთ იმ შედეგებზე რასაც ჩვენ გუნდი ვთქვათ კონკრეტულად დადებს იმ ერთი კომპანიისთვის. ასევე ნებისმიერი კომპანიის სარეკლამო რგოლების გაკეთება. ქუთაისის იქნება ეს თუ უცხოური კომპანიის. სარეკლამო ვიდეოები, სარეკლამო რეკვიზიტები, რესტორნის სხვადასხვა რეკვიზიტები. ანუ იდეა თუ რამეს გაქვთ და გინდათ რომ რაღაცა ვთქვათ ქუთაისი იქნება თუ თბილისი თქვენი იდეა ვიღაცამ შეძლოს და თვითონ მოიფიქროს როგორ გააკეთოს ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც თქვენ იდეა გამოუშვით და ეგ იდეა გაკეთეთ. ფიზიკურად თუ რამე ადამიანის ძალით და ხელით შეიძლება გაკეთდეს, მე თამამად ვიტყვი ჩემი მეგობრებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გავაკეთებთ და ჩვენ იმ დონეზე გავაკეთებთ, არც ჩამოვარდებით არც ქვეყანას და არც ქალაქს კიდე რა. შეიძლება გამომდინარე, ბიჭებიდან გამომდინარე, რაც უყურებ, აი მართლა 100%-ით ვამბობ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და კიდე რაც თავარია რა, მეგობრებო, მინდა რომ გითხრათ, აი დაწერეთ კომენტარებში თუ ვის ისურვებდით აი შემდეგი ნუ ახლა ეს ჯერ პირველი გადაცემაა და მე და თუ ვიქნებით წამყვანები მაგრამ ეხლა შესაბამისად პირველი გადაცემაა და მე დავჯექი სტუმრის ამპლუაში და ამპლუაში ხო და მე უკვე მე და თუ ვიქნებით წამყვანები და რა ვიცი დაწერეთ მართლა კომენტარებში ვინ გინდა რომ მოვიწვიოთ არა მარტო სპორტსმენი, ნუ სპორტის ხაზი იქნება ჩემი მხრიდან, როგორც არა, მაგრამ დათოს მხრიდანაც სხვა რაღაცები. ჩემთანაც ბევრი თემაა, რაც ფიზიკურად შევხედავ. დაწერეთ, არა მარტო სპორტში, სპორტის გარეთაც, აი საინტერესო სტუმრები, ვისთანაც შეგვიძლია თქვა ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რა თემებიც საინტერესო იქნება თქვენთვის მაყურებლებისთვის და ეს საუბარი არა მარტო აი სწორხაზოვანი კი არ მინდა იყოს ეს გადაცემა, მინდა რომ ისეთ თემებში შევეხოთ, სადაც არ საუბრობენ და მართლა დავაინტერესოთ მაყურებლებს და რა ვიცი თუნდაც სპორტსმენები არა სპორტსმენები დაგვიწერეთ კომენტარებში ვის იხილავდით შემდეგ გადაცემაში და აუ შევცხოთ რა იდეები რა შეიძლება თამაშები დავამატოთ რუბრიკები დავამატოთ და ასე შემდეგ ამ ყველაფერს ვარ ღიად თქვენ რისი ნახვაც გესიამოვნებათ შეგვიძლია რომ მაქსიმალურად თქვენზე მოვარგოთ ეს კონტენტი დღეისთვის პირველი იყო პირველად დავიწყეთ ახლა და პირველად დავჯექით და პირველად ვისაუბრეთ ისე რომ რეპეტიციაც არ გაგვივილია არანაირი სცენარი არ გქონია მე ვთვლი რომ მე იმდენი ხანია უკვე ამ ფორმატში არ ყოფილვარ და არ მისაუბრია რომ გარკვეული რამდენიმე გადაცემა მაინც ჭირდება რომ ნორმალურად აღვიდგინო ჩემი საუბრის უნარები იმიტომ რომ ხშირად მიწევდა და ახლა დიდი ხანია აღარ ყოფილვარ ესე კამერასთან მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ჩვენ ბიჭებს, ჩვენ სტუდიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ვიდეოს დაალაიქებს, გააზიარებს, გამოიწერს
იმიტომ რომ ეს არის როგორი მნიშვნელოვანი, იცი, თქვენ თუ არ დაგვეხმარეთ ამაში, რომ ეს ყველაფერი გავრცელდეს, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, მე და კოსტიამ და რა თემებზეც არ უნდა ვისაუბროთ, ფიზიკურად არ გამოგვივა არაფერი, რადგან თქვენი მხარდაჭერა ასეთ ამბებში არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ქართულ YouTube სივრცეს, ამაზეც ორ სიტყვას ვიტყვი, თუ ვინმე გაბედავთ, ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ისეთი რეიტინგული არქივი ვერ ვიქნებით თავიდან, მაგრამ ნებისმიერ აი მაგალითად საეჭო კაცს ვიწევ, რომ რაღაცა პროექტი აქვს, სადაც მაგიდა გააკეთა ეპოქსიდის და მე ვიწევ საეჭო კაცს, რომ მასალები ჩამოიტანე და მაგიდას ისეც გააკეთებებ, რომელიც არ გინახავს საერთოდ საქართველოში. ბაზარი არა. ასევე ვიწევთ, რავი, სინკვესები მიყვარს ძალიან და მიშასაც ვიწევთ, გიტარაც გვაქვს, დაკვრაც ვიცით და სცენარებზე კიდე ბავშვები იუმორსაც არ უჩივით. იუმორსაც არ უჩივით და არა მარტო აქ დაგვემატება კიდე მაგ მხრივ ხალხი და არის რესურსების არის კი რა რესურსია მაგისი და მოკლედ ნებისმიერ გადაცემას რომელიც პირველი იქნებით გამოთქვათ სურვილს რაღაცა კოლაბორაციის ან გვიკადრებთ ძალიან გაგვიხარდება და რას გვიკადრებთ იქით ვიკადრებთ ჩემი დედა ვადირე რა თამდაბლობა ძალითა ჩემითა თუ არა ხო იცი მე ძალითა ჩემითა მოიპოვეს სტუმარი შენითა ნებითა შენითა ძალითა ჩემითა კარგი აბა კარგი იყო ვისეამო დღევანდელი დღე გეშვიდობთ მეგობრებო აბა თქვენიც იცით თუ იაქტიურებთ თქვენს და მოინდომებთ ჩვენსავე და რაღაც გაგვაზიარებებთ ამ ყველაფერს შევხვდებით მომდევნო პოდკასტში იყავით ხარივით ძლიერები დროებით